და სხვათა შორის მამა-შვილის ურთიერთობაზე რომ ვლაპარაკობთ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი მახსენდება, თუმცა არა ისტორია რასაკვირველია ამ ყველაფერსაც მოიცავს, თუმცა უფრო მეტად შენი სფერო და ლევან. კი, ჩარლი ჩაპლინის გულისხმობა ალბათ და ცნობილესი წერილებით, უცნობილესი წერილებით და ეს წერილები მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უბრალოდ შვილებს ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის და მე ვფიქრობ, რომ ჩარლი ჩაპლინის წერილი არ არის მხოლოდ მისი შვილისადმი მიმართული წერილი, ეს არის ყველა მამის, ყველა შვილისადმი მიმართული წერილი. ლიზა ნოზაძის ძალიან საინტერესო სიუჟეტი უნდა ვნახოთ ამ თემაზე. მამასა და ქალიშვილს შორის არსებობს ისეთი კავშირი, რომელსაც ხშირად მსოფლიო ვერ ხედავს, მაგრამ სწორედ ეს უხილავი სიყვარული ქმნის ყველაზე დიდ ამბებს. ჩარლი ჩაპლინი, კაცი, რომელმაც მილიონობით ადამიანს ღიმილი აჩუქა. საკუთარ შინაგან ბედნიერებას სწორედ იქ პოულობდა, სადაც კამერები აღარ ბრწყინავდა. სახლში, თავის ქალიშვილის, ჯერალდინას გვერდით. ჩემო პატარა ჯერი, ცხოვრება ხანდახან გატკეცს, მაგრამ არასოდეს დაივიწყო, რომ გულში შენ გაქვს ის სინათლე, რომელსაც ვერავინ შეგმცირებს. გთხოვ, იმეც არასდროს მოშორდე. როცა დაგჭირდება, გაიხსენე. შენი მამა ყოველთვის გიჯერებს და ყოველთვის შენს გვერდითაა, თუნდაც სიტყვების გარეშე. მკითხულობთ ერთ-ერთ წერილში. ეს სიტყვები არა მხოლოდ მამის რჩევაა, არამედ სიყვარულის იმ ძალის გამოხატულება, რომელსაც ჩარლი მთელი ცხოვრება ატარებდა. ის ხშირად ამბობდა, რომ შვილები არიან ყველაზე დიდი წარმატება, რომელსაც ადამიანი მოიპოვებს და მისთვის ჯერალდინა სწორედ იმ ფასეულობების სიმბოლო იყო, რომელიც სცენის მიღმა მშვიდად და ნაზად იდგა. ჯერალდინა თავადაც ხშირად იხსენებდა, რომ ჩარლის გვერდით გაიზარდა. არა დიდებულ ლეგენდასთან, არამედ ადამიანთან, რომლის თვალებშიც უსაზღვრო სითბო ჩანდა. მამა არასდროს მაძალებდა რამეს. ის მხოლოდ მაძლევდა საშუალებას დავცემულიყავი ამდგარიყავი და ისევ გამეგრძელებინა ცხოვრება. არასოდეს დამავიწყდება, როგორ მეუბნებოდა. სიცილიც ისეთივე მკურნალია, როგორც სიყვარული. 1952 წელს ჩარლი იძულებული გახდა ამერიკა დაეტოვებინა პოლიტიკური ეჭვების გამო და ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გადავიდა, სადაც მშვიდი ცხოვრება დაიწყო. თუმცა 20 წლის შემდეგ ის ჰოლივუდში საპატიო ოსკარის მისაღებად მიიწვიეს. აღსანიშნავია, რომ მას საელჩო მხოლოდ 10 დღიანი ვიზა მისცა, თუმცა ჩარლისთვის ესეც საკმარისი იყო. საბოლოოდ ჰოლივუდმა დააფასა ჩაპლინის შრომა კინემატოგრაფიის ხელოვნება ჩამოყალიბების საქმეში. მე და ჩემი და სასტიკა წინააღმდეგი ვიყავით ამერიკაში დაბრუნებულიყო, მაგრამ მამას ამერიკაში ჩასვლის შესაძლებლობაც კი აბედნიერებდა. ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი, მამა ეს ხომ დაცინვაა, მას ჩაეღიმა და თქვა, მათ ისევ ეშინიათ ჩემი. ჩარლის და ჯერალდინას ურთიერთობა გვახსენებს, რომ სითბო არასოდეს საჭიროებს დიდ ჟესტებს. ის ხშირად ჩუმ სიტყვებში იმალება, მოკლე წერილებში და კიდევ უფრო ხშირად იმ მზერაში, რომელსაც როგორც წესი მხოლოდ შვილები ამჩნევენ.